დაბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად გვესაუბრება დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაზე. დილამ მშვიდობისა, მერცმა ზაგლოცოთ. სანამ ჩვენ საუბარს შევდიოდით, პირველ რიგში მინდა ჩვენი მწუხარება გამოხატოს მიტროპოლიტ ილისეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდა, ძალიან ბევრ ადამიანმა მიაგო პატივი მის ხსოვნას, აი ჩვენ ვიმყოფებოდით ეთერში მის დაკრძალვაზე. და იქ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, თუ როგორ უყვარდა ხალხს მეუფე ელისე. რა თქმა უნდა, ჯერმიზღა დაგვჩენია, რომ მოვიხსენიოთ იგი ჩვენს ლოცვებში და ვისურვოთ მისთვის, რომ უფალმა დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. დღევანდელ დღეს ჩვენ გსურს ვისაუბროთ ისეთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ, რაც გახლავთ აღსარება. აღსარება ეს არის კარგი აღსარება, სწორი მართებული აღსარება, ეს გახლავთ ერთ-ერთი ის, რაც აცხონებს ადამიანს. ამის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. და ბუნებრივია ჩვენ ბევრ ჩვენთაგანს უთქვამს აღსარება, მაგრამ არსებობს საეკლესიო ლიტერატურაში ესეთი ტექსტები, აღსარების ტექსტები, რომელიც ეკუთვნით სხვადასხვა მამებს, დიდ მამებს და აი ეს არის, ასე ვთქვათ, სანიმუშო, სამაგალითო აღსარებები, რომელიც დატოვებულია სწორედ ქრისტიანთათვის იმისთვის, რომ ჩვენ ნახოთ სინამდვილეში რას წარმოადგენს აღსარება. ერთ-ერთი ასეთი ტექსტის ავტორი გახავთ ცნობილი დიდი მამა, ასკეტი მამა, მადმოსილი მამა, ეს არის ეფრემ ასური, მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა იგი და ბუნებრივია, რომ საინტერესოა, როგორ აგებდა იგი თავის აღსარებას, რას ცვლის იგი ცოდვად და როგორი დამოკიდებულება აქვს თავის მიმართ. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ სინამდვილეში როგორ უნდა განმიკითხავდეთ ჩვენ თავს. როგორ არ უნდა ვზოგავდეთ ჩვენ თავს აღსარების დროს, როგორ უნდა ვამხელდეთ ჩვენ თავს აღსარების დროს. და აი ეს მამები სწორედ ესეთები იყვნენ. ისინი არავითარ შემთხვევაში არ ზოგავდნენ თავის თავს აღსარების დროს და ძალიან მკაცრები იყვნენ თავის მიმართ და ეს იყო სწორედ იმის წინაპირობა, რომ მათ ცხონებისკენ გაიკვალეს გზა. მე რამოდენიმე ფრაგმენტი მომნიშნე წმინდა ეფრემ ასურის აღსარებიდან და მოდი წავიკითხოთ ეს ფრაგმენტები და შემდეგ ვისაუბროთ მასზე. აი რას წერს წმინდა ეფრემ ასური. ბოლო აუჩანს ბოროტ დაუდევრობას, დავმონებულ ვარ ჩემს დავუუპელ ნებებს, წის ბოროტნებას, მომაკვდინებელს ჩემსას. ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე ცავს ვიტყუებ ამაო დაპირებებით. ყოველთვის ვამბობ, რომ მოვინანიებ და არასოდეს ვდანობ. სიტყვით თითქოს და მხურვალეთ მონანული ვარ, ხოლო საქმით შორს ვარ სინანულისაგან. და ალბათ ბევრ თქვენგანს ეცნო აი ეს განწყობა, რომ ესე იგი ჩვენ დაუდევრობას რო ბოლო არ უჩანს, ესე იგი არასწორს აქციელს. დაუდევრობაში იგულისხმება, რა თქმა უნდა, სულიერ ცხოვრებაში დაუდევრობა, რომ სულ რაღაცა გადავდებთ ხოლმე, შენანებას, სინანულს ვამბობთ, აი ხვალ დავიწყებ, ზეგ დავიწყებ, ეხა მარხვა რომ მოვა, მერე დავიწყებ, ეხა კი გადავწყვიტე უკვე რომ ეხა მოვინანიო ჩემი წოდები და სინამდვილეში ისე გამოდის ხოლმე, რომ ეშმაკი გვატყუებს, შეგვიტყუებს აი ამ დაპირებებში, ასე გადის თვეები, წლები, ზოგჯერ ათწლეულებით და ჩვენი ასაკი უახლოვდება იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ სული და ხორცი ერთმანეთისაგან გაიყრება. და შემდეგ, როგორც შედეგი ამისა, აი რას გვეუბნება ჩვენ დიდი მამა. რა მომელის განკითხვის დღეს, როდესაც ღმერთი სამჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს. რა თქმა უნდა, განვიჯები სამუდამო ჭანჭვისათვის. უკვე თუ აქვე ცრემლებით არ შევაწყალებ თავს საჯულსა ჩემსა. ანუ აი ესეთ დაუდევარ ცხოვრებას, ესეთ არასწორ ცხოვრებას ერთადერთი შედეგი აქვს, ეს არის ესე იგი სასჯელი, საუკუნო სასჯელი. მაშინ რაღაც დაგვრჩენია ჩვენ. დაგვრჩენია ის, რომ აქვე იქნებს გული მოულბოთ ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრებაში გული მოულბოთ უფალს და თხოვოთ მას შენდობა, რომ არ განვისაჯოთ და არ მოგხვდეთ ჩვენ სამუდამო სატანჯოს. შემდეგ ცოტა ქვემოთ ეფრემ ასური აგზელებს. არ მსურს ღირსეულის პატივისცემა, ხოლო თავად უღირსი პატივს ვითხოვ. არ მსურს თავი შევიწუხო და თუ სხვა არ მომემსახურება, მასზე მრისხანებ.
სხვებთან ერთად ამ სულს მუშაობა, ხოლო თუ მე არ მეხმარებიან, არ დამეხმარებიან, ბოროტმეტყველებ მათზე. ციტატა დასრულდა. ანუ ხედავთ, რომ დამოკიდებულება ჩვენი თავის მიმართ და სხვის მიმართ ერთნაირი არ არის. ანუ ეს არ არის ობიექტური დამოკიდებულება ბევრ შემთხვევაში. ანუ ჩვენ მოგწონს, რომ ჩვენ პატივს ვცემენ, ჩვენ ღირსეულად გვექცევიან, მაგრამ შეიძლება სხვას დავაკლოთ პატივისცემა. და ესე იგი, როდესაც სხვებს არ ვეხმარებით, მაგრამ როდესაც ჩვენ არ დაგვეხმარებიან, შემდეგ უკვე ვრისხანებთ ხოლმე. ანუ ტენდენციურია ჩვენი მიდგომა, ჩვენი თავის მიმართ და სხვა ადამიანების მიმართ. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი თავი. ჩვენ შევიყვარეთ ჩვენი თავი ისე, რომ მისგან გავხადეთ კერპი, აი აქეთ ტექსტში სწორედ ეს წერია. ფაქტიურად ბევრ შემთხვევაში ჩვენ კერპთა ყვანისმცემლები ვართ, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი თავი ყავს გაკერპებული. შემდეგ მამა განაგზავს. გასაჭირში მყოფ ძმას ამაყად უას ვეუბნები, ხოლო როდესაც თვითონ საჭიროებ დახმარებას მას მიმართა, ვერ ვიტან ამატყობს, თვითონ კი როცა ავადვა, სულს ყველას უყვარდა. ციტატა დასრულდა. ბუნებრივია აქაც იგივე დამოკიდებულება, რომ როდესაც ჩვენ რაღაცა გვიჭირს, ჩვენ ძალიან ობიექტურად და რეალურად და მართებულად გვეჩვენება ის, რომ უნდა დაგვეხმარო, უნდა მოგვეხმარო. როდესაც სხვას უჭირს, თითქოს ესეთი დამოკიდებულება უკვე აღარ აქვს ჩვენ. უკვე ესეთ საჭიროებას ხვის დახმარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ. თუ თავი შევიკავე უგუნური სურვილისაგან, ავაპარტამნებ, თუ წარმატებული ვარ გვიძარებაში, ურჩებისა და შეპასუხების ქსელში ვეხვები, თუ თავი შევიკავე უსაქმურობისაგან, ვიძირები თავმომწონებასა და ქედმაღლობაში. თუ დაუცალებლად მლოცულობ, მამარცხებენ, გაღიზიანება და მრისხანება და თუ ვხედა ვინმე სისათნოებას, ყურადღებას არ ვაქცევ. ციტატა დასრულდა. ანუ აქ უკვე ეფრემ მასური გადადის იმ საკითხზე, რომ ხანდახან როდესაც ჩვენ წარმატება გვაქვს რაიმე ერთ სათნოებაში, მარცხდებით სხვაში. ანუ რაშია საქმე? საქმე ის გახლავთ, რომ ესე იგი შეიძლება ჩვენ რაღაცისაგან თავი შევიკავოთ, მაგრამ შემდეგ ეს ამპარტამნებაში გვაგდებს. შეიძლება ზედმეტი ლაპარაკისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ რაღაცა გაღიზიანება მოვიდეს ჩვენთან. ანუ რა თქმა უნდა, კაცთა მოდგმის მტერი თავს არ გვანებებს ჩვენ და ცდილობს, რომ თუ კი რაიმეში ოდნავი წარმატება მაინც მოგვეცა, შემდეგ ეს წარმატება წაგვერთვას ჩვენ და სხვა ვნებებს გვიძლიერებს. და ჩვენს ადვილად უძლურად, სრულიად, ესე იგი, გამოუცელად დავმარცხდებით ხოლმე სხვა მიმართულებით. ანუ ერთი მცირე წარმატება, ეგრევე თავბროს გვახევს და გონია, რომ უკვე გავედით, ესე იგი, 8 წლის ასპარეზზე უკვე, ესე იგი, ცხონების გზაზე ვარდგივართ, ამიტომ სხვა მხრივ მოვდუნდებით ხოლმე და დაცემაც იქვე არის ჩასაფრებული. სწორედ ამ საკითხზე საუბრობდა წმინდა ეფრემ მასური. მხოლოდ ერთით ვიმართლებ თავს ეშმაკმა მაცვნა, მაგრამ განა ამან გაამართლა ადამი. რა თქმა უნდა, კაინსაც ეშმაკმა ასწავლა, მაგრამ ისიც ვერ გადაურჩა განკითხვას. რა უნდა ვქნა, როდესაც ღმერთი მომკითხავს, არავითარი გამართლება არ აქვს ჩემს დაუდევრობას. ციტატა დასრულდა. ანუ თქვენ ხედავთ იმ ჩვეულებრივ თავის მართლებას, ესე ხშირია მოწმეთა შორის, ქრისტიანთა შორის, რომ როდესაც ჩვენ რაღაცა დავაშავებთ, მერე ვამბობთ, რომ ეშმაკმა მაცვნა, მაგრამ რომელი ცოდვილი ადამიანი არ აცვდა ეშმაკმა. განა არსებობს ცოდვა ბოროტის მოქმედების გარეშე, განა არსებობს ვინმე, ვისაც ცოდვა ჩაუდენია ისე, რომ ეშმაკს არ შთაუგონებია და ეშმაკს არ წაუბიძგებია მისთვის. მაგრამ ეს ხო არ არის ჩვენი გამართლების საშუალება რა. იმიტომ რომ ძალი ჩვენ არავინ არ გვაკეთებინებს ცოდვა. ჩვენ მხოლოდ შთაგვაგონებს ეშმაკს. ჩვენ მხოლოდ აგვიძრავს სურვილს. მაგრამ ცოდვის ჩადენა ჩვენზე არის დამოკიდებული და ჩვენ თავისუფალ ნებაზე. თავისუფალი ნება ადამიანს მიცემული აქვს ღვთისაგან და მასზე ძალადობა არავის არ შეუძლია. შეუძლებელია ესეთი რამ. ამიტომ ეშმაკი ძალით არ გვაკეთებინებს ჩვენ სულ საქმეს, თუ ჩვენ არ დავეთანხმეთ მას.
აი ესეთ საკითხთან დაკავშირებით მოხსენდება ერთი პატერი კი ერთხელ ერთ მონასტერში წინამძღვარი დადიოდა და ათვალიერებდა ძმების სენაკებს ყურადღებას აქცევდა როგორ არიან ძმები რას აკეთებენ ისინი თავისუფალ დროს მაშინ როდესაც ისინი ტაძარში არ ლოცულობენ თქვენ აიმე მორჩილება არ აქვს და ის ხედავს საოცარ რამეს რომ ერთ-ერთი ძმა ისე დაცემულა რომ ისე იგი კვეთს ხარშავს სანთელზე ნუ მარხვა იყო ისედაც ცალკე არ ჭამენ ხოლმე ბერები ისინი ტრაპეზს ერთად ინაწილებენ და მერე ცალკე ფარული ჭამა ისედაც არ იცვლება სწორსაქციელად და მით უმეტეს მარხვა იყო და მივიდა წინამძღვარი და ეუბნება კი მაგრამ რას აკეთებო ეს როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ეს ძმა იმართლებს თავს ისე როგორც ამახსოვრებაში რომ აპატიო შემინდე მამაო ეშმაკმა მაცწუნა გაუჩოგები და უცბად ხილული გახდება ეშმაკი და ეუბნება მას რომ ამას მეც კი ვერ მოვიფიქრებდი ესე იგი მე რომ აბრალებ მეც კი ვერ მოვიფიქრებდი ანუ ადამიანი ხანდახან ეს რაღაც უნდა გადატარდეს მნიშვნელობა ეშმაკის გარეშე არაფერი არ აკეთდება მაგრამ უბრალოდ ესე იგი ხათამი ადამიანი ხანდახან თავის ზაკრობით პირდაპირ მიემსგავსება მართლა ბოლო ძალას და არის ისეთი რომ თვითონ ადამიანურ სახეს კარგავს წმინდა ეფრემასური განაგრძობს მტერი გამოდმებულად მეთვალყურეობს ჩემს გონებას რომ იგი არ მოივიდეს ღმერთთან თანახმობაში და არ შეეწინააღმდეგოს ხორცის გაყიდვას ისვისაც მომივლენს არეულ ფიქრებს რათა დამარწმუნოს რომ განჯისას 10 კი მოიკითხავენ ასეთ წვრილმანებს თითქოს და შეუძლებელიც კი არის ცოდნა მსგავს გულისხმათა და რომ ყოველივე მსგავსად ამისა მიეცემა დავიწყებას ციტატა დასრულდა აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ანუ რომ მუდმივად გამოდმებით მტერი ესე იგი მეთვალყურეობს ჩვენ გონებას ანუ ვცდილობს ჩვენში ესეთი ფიქრები სხვა ფიქრები ჩანენგოს ეს ფიქრები არის არა მარტო პირდაპირ ცოდვისმიერი ფიქრები არამედ ეს არის სხვადასხვა არეული ფიქრები ეფრემასური რასაც ამბობს ანუ ამავებაზე მიჯაჭვული ფუჩ საკითხებზე მიჯაჭვული თუმცა ეს თავისთავად ესეც რაც უნდა ცოდვა ესე იგი ჩვენ მოსვენებას არ გვაძლევს ვოროტი რომ თავაზე არ ვიფიქროთ სულის ცხონებაზე არ ვიფიქროთ და არ ვიფიქროთ ესე იგი თავის გადარჩენაზე და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ეხება წმინდა ეფრემასური როდესაც ამბობს რომ მე რო ჩვენო აზრი გიჩნდება რომ ასეთ წვრილმან საკითხებზე 10 კი იქნება 10 არავინ მოგკითხავს ამას აღარ ეს ისეთი რაღაცა ხა როგორ შეიძლება ამის თქო დაძლევა როგორ შეიძლება ამის ესე იგი ამაზე გამარჯვება ასეთ ფიქრებზე თავს ვიტყუებთ და ამას 10 კი გაგხსენებია სამჯეროდ აქ ერთი რამ მახსენდება ერთი მოწმუნის მონაყოლი ამე თანამედროვე ეპოქაში მოხდა გი შეესწრო მიწისძვრას ესეთ ადგილას იყო მთაში ზღვასაშიში ზონა არის და ხშირად ჩამოდის ზღვები და როდესაც ღამე ხდებოდა ეს როდესაც აი ისმოდა გუგუნი ყრუგუგუნი მიწისა ქვების წვენა მთებიდან რომელიც თითქოს თავში ხდებოდა და ეს მეტად ძლიერდებოდა ეს სხვა და არ იცოდა სად ეცემოდა ეს ქვები კუნალპეტი ღამე იყო და დიდი შიში დაეცა მას და იფიქრა რომ ის გარდაიცვალა იღუპება რომ ზვავია წუთი-წუთზე დაფარავს მას და მის ახლობლებს და დაიწყო გუნხრვალი ლოცვა ანუ ეს ლოცვა არ გავდა იმ ლოცვას რომელსაც ყოველდღურად ის აღავლენ და რომელსაც ჩვენ აღვავნებთ ყოველდღურად ეს იყო მთელი სულით და გულით აღვლენილი ლოცვა და ამ დროს მიდა მოულოდნელად მან იგი თავის თვალებით ხედავს რეტროსპექტივას თავისი ცხოვრების უბრალოდ თავის ცოდვების ესე იგი მის თვალწინ ესე კადრების სახით ჩდება ყველა ის ჩადენილი ცოდვა რომელსაც იგი ჩადიოდა და ესეთ პირდაპირ კადრები ამოდის მისი ცხოვრებიდან და ყველაზე მეტად რაც იგი რამაც გააკვირვა ეს გახდათ ის რომ აი თითქოს სულ უმნიშვნელო რაღაცებიც კი რომელსაც მართლაც ყურადღებას ის არ აქცევდა რომელსაც არც ფიქრობდა თუ ოდესმე ეს შეიძლება ცოდვა შეერაცხოდა მას აი ესენიც კი
გამოჩნდა აი ამ პურვალე ლოცვის დროს. რა თქმა უნდა ეს უფლის დაშვებით მოხდა. ეს იყო ძალიან დიდი წყალობა უფლისა და მათ შორის მას დავიწყებული ცოდვად გაახსენა ერთი საკმაოდ ისეთი ძიმე ცოდვა. მაგრამ აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ რაღაცეები რაც ჩვენ ახლა წვიმანი ქონია შემდეგ სამჟაროზე შეიძლება წვიმანად არ გამოჩნდეს. ამიტომ ჯობია ეხლავე არა მარტო დაუფიქრდეთ ამას, არამედ უფლისაგან ვითხოვოთ შეწევნა, გონების გახსნა, გულის მოლბობა, რომ სხვანაირი თვალით შევხედოთ ყოველიმე ამას. მაგრამ თვალწინ წარმომიდგენია მხილებული ჩემი თავი და ვიცი რომ მომელი საჟელი განვიხილავ ჩემ სოდებს მერთო და ვხედავ რა მათ სიმრავლეს ვამბობ ხოი როგორ მოიწია ჩემზე ამდენი უბედურება ენა ჩემი ლამაზად საუბრობს საქციელი კი სასიცხვილო და საძულელია ვაიმე უბედურს იმ დღეს როდესაც გაცხადდება ყველა საიდუმლო ანუ აი ეს მართლაც ესეა ხოლმე ჩვენი სიტყვები ხანდახან ლამაზია ძალიან კარგად ვაფორმებს ჩვენ თავს ჩვენს ასე ვთქვათ შინაგან მდგომარეობას საუბრობთ სარწმუნოებაზე მაგრამ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა არის აბსოლუტურად განსხვავებული ფრიად ჩვენიერია ჩემი სიტყვები სოებისათვის საქმეები კი საზღარია სხვებს კი ვასწავლით ესიერებას ამას ოფერში თვითონ კი საწოდავი ვეძლევი ნებებს დღენი ჩემი წალილწენ და განილივნენ ცოდვათა ქმნაში არც ერთი დღე სიმართლისათვის არ მიმსახურია როგორც კი მონანული გადავწყვეტი აღარ მეწოდა ცვიერი ეშმაკი მაშინვე მიპყრობდა თავისი სიძულვით ციტატა დასრულდა ანუ აი აქ არის ეს მომენტი რომ როგორც კი მოვინდომებდი რაღაცის გაკეთებას ინტუიციო ეშმაკი თავის საწურში მომაქცევდა და არც ერთი დღე სიმართლის არ მიმსახურია როგორი საოცარი რამე არის ეფრემასული ამბობს არც ერთი დღე სიმართლისათვის არ მიმსახურია როგორი თავის დამდამნება როგორი ხედვა საკუთარი ცოდვებისას როცა სხვა სოდავს დავცინი და აბუჩად ვიგდებ ვაი რომ გაცხადებიან ჩემი უჯოლოება იზა შევწხვები აი აქაც ეს მომენტი არის ეს ხვისი ცოდვა უფრო მეტად ძიმეთ ჩანს და ჩვენი ცოდვა ჩანს ნაკლები ეს ყოველთვის ასე არის ხოლმე ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ ჩვენი ცოდვები არ უნდა გვეგონოს მსუბუქი რადგან ჩვენია მადლი შენი მოსული ჩემ გულთან ეს იგი უფალს მიმართავს ეფრემასული იხილავს და მაშინ ბილს გულისწყმათა სიმყარეს უმალვე განეშორება რადგან ვერ პოებს თავის შესასვლელს და შესაძლებლობას დასახცეს ჩემში თავის ნებისავე არაფერი მაქვს თუ რამე გამაჩნია ისინი მხოლოდ შენის დიდი მოწყალებით მოცემული უკიდურესად გლახაკი ვარ და თუ კი გამდიდრები ეს იქნება მხოლოდ შენგან ბოძებული და ახლა შენია ის და ადრე შენი იყო აი აქ პარალელი გავავლოთ ნეტარების პირველ ცნებასთან ნეტარი იყვნენ გლახაკი სულით რამე თუ მათიასაც უბრალოდ აი რა საბობს ეფრემასული როგორ ეხმიანება მას არაფერი მაქვს თუ რამე გამაჩნია ისინი მხოლოდ შენი დიდის მოწყალებით მოცემული უკიდურესად გლახაკი ვარ და თუ კი გავდიდები ეს იქნება მხოლოდ შენგან ბოძებული აი ამ სიგლახაკეზეა იმ პირველ ნეტარებაში ლაპარაკი ესე იგი ვინც ფიქრობს რომ იგი გლახაკია სულით თვალსაზრისით ეს სულიერი რვაწლის თვალსაზრისით სწორედ ის არის ამ ნეტარების ფლობელია რა პირველ ნეტარები ის არის სწორად ვინც ფიქრობს და ყველაფერი რაც მიენიჭება სათნოება უფლისაგან არის ვიწყო მხოლოდ მათ ვაღიარებ მხოლოდ შენმია გადარჩებინი თუ გადარჩი ციტატა დასვლა აი ესე საუბრობს წმინდა ეფრემასული აი ეს დიდი მამა ეხა კი სხვა ტექსტი ავიღოთ რომელიც უკვე თანამედროვე მამის დაწერილია ანონიმური ტექსტი არის ბოლოს და ბოლოს მივხვდი რომ არ მიყვარს ღმერთი ვინც მიყვარს და ის ყოველთვის მახსოვს და ფიქრობ მასზე სიყვარულით და ტკბილად ვიხსენებ მის სახელს ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება ამოვებას და ცოდვებს როდესაც ღმერთზე ვფიქრობ ამას უხალისო და იძულებით ვაკეთებ როდესაც სახარებასა და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ მაშინვე მოვიწყდება წაკითხული ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს ეგი მე არ მიყვარს ღმერთი ციტატა დასრულდა ალბათ ბევრს გვეცნო ეს ამბავი რომ რა ამბები გვამახსოვრდება ჩვენ ხანდახან გაგიკვირდება კიდევ კაც ისეთი ინფორმაცია გახსოვს მრავალი
წლის თუ 10 წლის წინანდელი, რომელიც არაფერში არ ჭირდება ადამიანს. აბსოლუტურად არაფერში არ ჭირდება. მაგრამ სახალების შინაარსით ძალიან ბევრი მომენტი არ გვაქვს. წმინდა მამათან აწერებს ხანდახან ხელმეორედ რო უბრუნდებით არა, რომელიც ადეწაგებო თითქოს ახალს ისევ კითხულობს. აბსოლუტურად დავიწყებული ვარ. ეშმაკი გვავიწყებს ამას ყველაფერს. და სამაგიეროდ გვიმახვილებს სულ სხვა ცოდნას, მაგალითად ვინმე რამე გვაწყებინა. მაგალითად რაღაც ისულელო მოვისმინეთ აბსოლუტურად უაზრო ინფორმაცია და ასე შემდეგ. ახალი ამბები, რომელიც მეორე დღესვე ძველდება, შემდეგ კიდე ახალს ვიგებთ, შემდეგ კიდე ახალს, ამას არ აქვს დასასრული და მაინც არაფერი არ ვიცით რა, ვერაფერს ვერ ხვდებით რა ხდება სინამდვილეში. არა, უყურეთ, როგორ ეშმაკურად მივყავართ ბოლოს. ეს ინფორმაციები ისე ვთქვათ, ანუ ცოდვის წარმოშობის საშუალებას. იცით რა, ზოგადად ადამიანმა უნდა გაარჩიოს რა არის მნიშვნელოვანესი, მთავარი და რა არის მეორე, მეათე ხალისხოვანი ან საერთოდ უმნიშვნელო. ამას შეიძლება განკითხვაც მოყვეს ხოლმე. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება კი არა მოყვება ხოლმე განკითხვები როგორც ეს. აქ კიდევ ტექსტში ასე გრძელდება. რაც შეეხება ადამიანის სიყვარულს, ბოლოს მივხვდი რომ ჩემი თავის გარდა არავინ მიყვარს. როდესაც ადამიანი გიყვარს, მაშინ მხოლოდ სიკეთეს ხედა. მე კი ადამიანებში ვხედავ ცუდს, ბოროტებას, ვხედავ მათ ცოდვებს, მარტო საკუთარ თავში ვამჩნევ სიკეთეს. ესე იგი მე ადამიანები კი არა, ჩემი თავი მიყვარს. განვიკითხავ ჩემს გარშემო ყველას, როგორც უღირსებს. არავის არაფერს პატიობ. წენას ვერ ვივიწყებ, ესე იგი ჩემში არანაირი სიყვარული არ არის. ალბათ ესეც ნაცნობი გზნობა არის. ესე იგი ჩვენში სიკეთეს ვხედავ, სხვებში ცუდს ვხედავ და ასე გვაყოფილი ჩვენი თავის. სახალების რომ ჯეროდეს ჯოჯოხეთზე ვიფიქრებდი, შიშით ვიფიქრებდი სასופრებლის დამკვიდრებაზე, მაგრამ მე სრულებით არ ვფიქრობ სიკვდილზე. მე ვხედავ თუ როგორ კვდებიან ჩემს გარშემო ადამიანები, მაგრამ ისევ ცხოვრობ თითქოს მუდამ ვიქნები აქ ამ ქვეყანაზე, ესე იგი მე ურწმუნო ვარ, ციტატა დასრულდა. ესეც საოცარი თვისება ადამიანის, ესე იგი სულ გონია რომ დიდხანს იქნება, ეს არის დაუსრულებელი მისი ყოფნა. ისეთი განწყობა აქვს, რომ ესე იგი მარადიულად აქ ცხოვრები იქნება. როდესაც ცოდვის ჩადენა მწყურია და ღმერთი თავის თავს მახსენებს, ვცდილობ რომ ღმერთზე არ ვიფიქროთ, ცოდვა ჩავიდინო. მათაც ესე იგი ვივიწყებთ ღმერთს თითქოს ძალით, რომ ცოდვის ჩადენაში ხელი არ შეგვეშალოს. მე სავსე ვარ ამ პარტნიორებით, ყველა ადამიანზე მაგლა ვაყენებ თავს. ჩეული მგონია საკუთარი თავი და ჩემგან კერპი შევქმნი და მხოლოდ მას სემპათიებს, აი რა კერპი შექმნაზე რომ საუბრობთ. იმისთვის კი არ ვკითხულობ წმინდა წერილს რომ აღვასრულო ისინი, არამედ იმისთვის რომ წმინდა წიგნების შესახებ საუბრისად თავი გამოვიჩინო ადამიანთა წინაშე. ციტატა დასრულდა. ეს მხოლოდ არის მცირე ციტატები, აი ამ ტექსტები და მაგრამრავლის მეტყველი, რაც მიგვანიშნებს იმას, რომ სინამდვილეში რასაც ჩვენ აღსარებას უძახით, შეიძლება სულაც არ არის აღსარება, რაღაცა იმიტაცია არის აღსარებისა, რაღაცა ძალიან ზედაპირული, ზერელი აღსარება და თუ კი რაიმე სწავლა ჩვენ გვიწევს ცხოვრებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში, თუ კი რაიმე უნდა ვისწავლოთ, რაიმეს უნდა ჩავფიქრებთ, ეს არის აღსარება სწორედ. და მეც მაქრას რომ აი ამ ტექსტებმა ჩვენ დაგვაფიქრობს ამაზე და ასე იგი დაგვაფიქრობ და მოგცეს ძალა ის აიმისოთ რომ მართლა ჭეშმარიტი აღსარებები ვთქვათ ხოლმე. ვერთ მაქნას დიდი მადლობა მამაზო რომ შეგახსენებთ გვესაუბრებოდა დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაზე.